დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, მოგესალმებით ბატონო და დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით და დღეს ხართ ჩვენთან ერთად. ჩვენ და ვისაუბროთ თემაზე, რომელიც არის მნიშვნელოვანი ასევე მეკარტოფილეობასთან დაკავშირებით, ეს არის რეალიზაცია. საკმაოდ ესეთი თემა, პრობლემური და რომ გითხრათ ამასთან დაკავშირებით, რამდენად ჭირს საქართველოში კარტოფილის რეალიზაცია? რეალიზაცია მარტო კარტოფილში არა, ალბათ ზოგადად ბიზნესისთვის ყველაზე მთავარი თემაა და ნებისმიერი ბიზნესი ალბათ რეალიზაციით იწყება. ანუ ყველა გათვლები მოდის რეალიზაციიდან, რამდენად არის ბაზარი მზად ამა თუ იმ პროდუქტის საყიდლად, პლუს რა თქმა უნდა, მეწარმეამ უნდა იცოდეს მოთხოვნები ამ ბაზრის და მერე დაგეგმოს თავის ბიზნესი. ისე რომ რეალიზაცია ერთ-ერთი მთავარი საკითხია ბიზნესში და ყველაფერი რასაც ჩვენ ვეძახით ხარისხის ინფრასტრუქტურას, დაწყებული სერტიფიცირებით, პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებით, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ პროდუქტი იყოს კონკურენტუნარიანი, იმიტომ რომ მხოლოდ კონკურენტუნარიანი პროდუქტი შეიძლება, ასე ვთქვათ, გაიყიდოს თავისუფლად ბაზარზე. და სანამ გადავიდოდით უკვე სხვა თემებზე, ჩვენ ახლა უნდა ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც დაფასოებას ეხება და უნდა მოგიყვეთ წარმატებულ ფერმერზე, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში აწარმოებს თავის პროდუქციას და არა მხოლოდ თავის პროდუქციას, ვნახოთ სიუჟეტი. მე მაყურებელს ბოდიშს ვუხდი ტექნიკური ხარვეზისთვის, ჩვენ ამ სიუჟეტს აუცილებლად სულ ცოტა ხანში ვიხილავთ. რომ გითხრათ ბატონო და როგორ უნდა დავიმკვიდროთ თავი ევროპულ ბაზარზე იმ პირობებში, როდესაც არის საკმაოდ მაღალი კონკურენციის დონე? ევროპულ ბაზარზე დამკვიდრებამდე მე ვფიქრობ წინა თქვენი სიუჟეტი ვნახე, უყურებდი ჩემს კოლეგას გამოსვლას და ფერმერს. ჯერ კონკურენციას ვერ უწევს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქტს. და ერთ-ერთი შემოთავაზება იყო მის მიერ, ასე ვთქვათ, რომ მოდით დავკეტოთ ბაზარი, ჩვენი პროდუქცია რომ გაიყიდოს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი მშენებლობა მოკლებულია, ასე ვთქვათ, სამშენებლობას. ბაზრის დაკეტვა არ შეიძლება. პირიქით, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, პირველ რიგში კონკურენტუნარიანი გავხადოთ ადგილობრივი ბაზრისთვის. და შემდეგ უკვე ვიფიქროთ მის გაყიდვაზე სხვა ბაზრებზე, იმიტომ რომ მისი ხარისხი, მისი სასაქონლო სახე და ასე შემდეგ ყველაფერი, როდესაც მას გახდის კონკურენტუნარიანს, შემდეგ დგება საკითხი უკვე მისი სანდოობის დადასტურების, ეს შეეხება როგორც მის უნებლობას, რა თქმა უნდა ხარისხსაც, რა თქმა უნდა მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილებით იქნება შესაძლებელი, რომ პროდუქტი გავიდეს ევროპულ ბაზარზე. მაგრამ ჯერ როგორც ხედავთ, აი კარტოფილის შემთხვევაში ჩვენ ბაზარზეც კი უჭირს ჩვენ კარტოფილს გაღიდვა, ეს იმიტომ რომ მისი თვითღირებულება საკმაოდ მაღალია და ეს გამოწვეულია იმით, რომ კარტოფილის წარმოების დროს ჩვენი ფერმერები წაღანაც ლაპარაკეთ არ იცავენ იმ აგროწესებს, არ იცავენ იმ მოთხოვნებს, რომელიც პროდუქციის წარმოებისთვის არის მოკლებული არიან, მე ვფიქრობ ინფორმაციასაც ალბათ იმის შესახებ როგორ აწარმოონ ხარისხიანი პროდუქტი. და თქვენ მართალი თქვით, თუნდაც თესლის შემთხვევაში უპირველესი ნებისმიერი სოფლის მეურნეობის პროდუქტისთვის ეს არის ხარისხიანი სათესლე მასალა. უპირველესად და ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ფერმერები ჯერჯერობით მოკლებული არიან იმას, რომ საქართველოსშივე კონდეთ საშუალება შეარჩიონ ხარისხიანი სათესლე მასალა. ის ფერმერები, ვინც ამაში გაცნობიერებული არიან და იციან სათესლე მასალის მნიშვნელობა, მათ ჩემ მოაქვს ძირითადად იმპორტირებული სათესლე მასალა. და 4, 5 და 10 ტონის მაგივრად ჰექტარზე მოყავთ უფრო გაცილებით მეტი მოსავალი, რა თქმა უნდა, მოსავლის ზრდა ხელს უწყობს მისი ფასის დაგდებას და ის კონკურენტუნარიანი ხდება იმ თურქულ პროდუქტთან შედარებით, სადაც აგროტექნიკური ღონისძიებებით და ამ ყველა იმ ღონისძიებებით, რომელიც ემსახურება პროდუქტიულობის ამაღლებას და ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას, იწვევს იმას, რომ ის პროდუქტი იაფია და ჩვენ როგორც მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნის ერთ-ერთი წევრები
WTO-ს წევრები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არ გვაქვს უფლება დავკეტოთ ბაზარი მარტო იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს. შესაბამისად, ასე ყველა მეწარმემ რო იფიქროს, ჩემი პროდუქტი უნდა გავყიდო და თავისი ფასებით დაადგინოს, მას мотиваცია აღარ ექნება იქეთკენ, რომ გაუმჯობესოს მისი წარმოება, ახალი აგროტექნიკა დაანერგოს, ინოვაციები თავის წარმოებაში იმუშაოს მის ხარისხზე. მას ჩაიკეტება ყოველგვარი мотиваცია ამის და როდესაც კონკურენცია მას мотиваცია უჩნდება. ამ мотиваციაში რა თქმა უნდა ჩვენ უნდა დავეხმაროთ, სახელმწიფო ეხმარება და მინდა მოგახსენოთ, რომ ზუსტად ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების პროგრამებში ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი უჭირავს სათესლე და სარგავი მასალის წარმოების ხარდაჭერას და სერტიფიცირების სისტემის დანერგვას ამ სფეროში. სერტიფიცირების სისტემა მოგეხსენებათ ალბათ იცის ჩვენმა მაყურებელმაც, ეს არის კონტროლის მექანიზმი, რომელიც თავიდან ბოლომდე მიყვება პროდუქტს და იძლევა იმის საშუალებას, რომ მიღებული პროდუქტი შეესაბამებოდეს მასზე დადგენილ სტანდარტებს. აი ამ სტანდარტების შესრულება, ყველა იმ პირობის შესრულება იძლევა საშუალებას, რომ მეწარმეს კონდეს საშუალება შეარჩიოს. ეს პროცედურები და ეს პროგრამა დაწყებულია ჩვენ შარშან, ჩვენმა სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციაზეა საუბარი FAO-ზე, იმუშავა პროექტზე, რომელსაც ერქვა თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა საქართველოში. და ეს პროექტი დაიწყო მარცვლეული კულტურებით, მარცვლეულ კულტურებზე, რომლებიც უფრო პრიორიტეტულია, მოდით ასე ვთქვათ, კარტოფილზე, იმიტომ რომ ჩვენი თვითდაკმაყოფილების დონე საქართველოში კარტოფილით უფრო უზრუნველყოფილია ვიდრე მარცვლეული კულტურებით, მათ შორის სტრატეგიულ პროდუქტზე, ხორბალზე. და ჩვენ მივახციეთ იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 4-ჯერ გაიზარდა მეწარმეთა რიცხვი, რომლებიც სათესლე მასალით არიან დაკავებული და 5-ჯერ გაიზარდა მოსავალი, სერტიფიცირებული სათესლე მოსავალზეა საუბარი საქართველოში. შესაბამისად, ამან თავის შედეგიც იქონია, რა თქმა უნდა, ამინდების გამოც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამან ითამაშა ის როლი, რომ საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა მაიწია. კარტოფილშიც ალბათ უპირველესი, რა თქმა უნდა, მარტო სათესლე მასალა არა დაწყებული ნიადაგიდან, სათესლე მასალით, აგროტექნიკური ღონისძიებებით, მცენარეთა დაცვის საშუალებებით. და ბოლოს თუ წავალთ აი იმ სიუჟეტი, რომელიც დაიწყო თქვენთან, სასაქონლო სახის მიცემა, მისი შეფუთვა. ხო, ეს ყველაფერი ემსახურება ზუსტად საუბარი. უფრო საინტერესო გახდება ჩვენი შემდგომი საუბარი. დიახ, ნახოთ სიუჟეტი. ეს უნიკალური დანადგარი ფერმერ თამაზ მღებრიშვილს ეკუთვნის. საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფერმერმა კარტოფილის დახარისხებისა და შეფუთვის მცირე ტიპის დანადგარი რედ პროგრამისგან უსასყიდლოდ მიიღო. ამბობს, რომ ამის ფასი მის მეურნეობაში არაფერი მოიპოვება, რადგან მინიმალურ დროში მას ტონამდე კარტოფილისა და ხახვის დახარისხება და შეფუთვა შეუძლია, რაც მუშახელის შემცირებასა და ნაკლებ დანახარჯს გულისხმობს. დანადგარი თვითონ არის გერმანული წარმოების უნიკალური დანადგარია, ეს არის განკუთვნილი კარტოფილის, ასევე შეიძლება კარტოფილის გარდა ხახვის დახარისხება ამ დანადგარზე, უბრალოდ ერთი დეტალი ეცვლება და ასევე გამოიყენება, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სწრაფ შოკური გაყინვით გაყინული ალუბლის დასახარისხებლად. უამრავი მუშახელი გამოგვითავისუფლდა, პლუს მთავარი მომენტი რაც არის, რომ დროის ფაქტორში მოვიგეთ ძალიან. წარმოებისა და დახარისხების პროცესი ძალიან მარტივი და ნაკლებად ხარჯიანია. ამ დანადგარის მეშვეობით ფერმერი კარტოფილის წარმოებას ფაქტიურად უდანაკარგოდ სხვადასხვა კატეგორიებად დახარისხებს და აფასოებს. ამ დანადგარს შეუძლია 1 საათის განმავლობაში 5-დან 8 ტონამდე პროდუქციის გადამუშავება, დახარისხება, დაკალიბრება და შესაბამისად შეფუთვა. თამაზ მღებრიშვილმა წელს საკუთარი რამდენიმე ათეული ტონა კარტოფილის სარეალიზაციო სწორედ ამ დანადგარის დახმარებით გაამზადა. დახარისხებულ და კარგად შეფუთულ პროდუქტზე მყიდველის დაინტერესებაც იზრდება, რაც ფერმერს გასაღების პრობლემასაც უხსნის. თავარი ღირსება კიდე ამისი რაც არის, რომ თქვათ ნორმალურად ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, ამ დანადგარს აქვს ელექტროსასწორი და ბუნკერი, რომელიც ახდენს 1-დან 25 კილომდე ნებისმიერი სახის პაკეტში პროდუქციის დახარისხებას. რაც შეეხება თვითონ დანადგარს, საკმაოდ ხარისხიანი დანადგარია. მე როგორც მითხრეს, ამის ძრავებს აქვს 80,000 საათი გარანტია.
რედ პროგრამისგან გრანტის სახით მიღებული დანადგარის მეშვეობით ფერმერმა წელს საკუთარი პროდუქტის გარდა მეზობელი ფერმერების პროდუქციაც დაახარისხა და სარეალიზაციოდ გაამზადა. ამით მას დამატებით შემოსავალიც გაუჩნდა. ის ნებისმიერ მსურველს 1 ტონა პროდუქტს 50 ლარად უფუთავს, რაც მისთვის და დამკვეთვისთვისაც მომგებიანი და მისაღებია. 17 ფერმერს მოვემსახურეთ მაგალითად მიმდინარე წლის განმავლობაში, რომლებსაც ჰქონდათ კარტოფილის პროდუქცია, უბრალოდ არ ჰქონდათ დანადგარი, რომელთაც მოხდებოდა დახარისხება და 17 ფერმერს დაახლოებით 350 ტონა კარტოფილის გადახარისხება მოხდა ჩვენი საკუთარი კარტოფილის გარდა. 1 ტონის ღირებულება გახლავთ 50 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მუშახელი ბევრად უფრო მეტ ხარჯს მოითხოვს, გრანტით მიღებული საჩუქარი თამაზ ბღებრიშვილისთვის მართლაც უნიკალური და შეუფასებელია. დიახ, ნახეთ ჩვენ და სიუჟეტი. თქვენ როგორ შეაფასებთ აი ამ დანადგარს, რომელიც ჩვენ აქ უკვე ზედმეტია, რაზეც ვისაუბრეთ. ერთ-ერთი მაგალითია ზუსტად ეს სიუჟეტი იმის, რომ აგროტექნოლოგიების დანერგვა, უახლეს ტექნოლოგიების დანერგვა, ეს არის გამოსავალი სოფლის მეურნეობისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, დამხარისხებელი და შემფუთავი საშუალებებიც. ხა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ახალი ტექნიკა, უახლოესი ტექნიკა, რომელთაც მიდის იგივე მიწის დამუშავება, იგივე მცენარეთა დაცვის საშუალებები, მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების ტექნიკა, ეს ყველაფერი რო იყოს, რამდენად გაუადვილდებოდა აგერ თვითონ მეწარმე თქვა, ხო, გამოთავისუფლდა. ხა სამუშაო ადგილები გამოთავისუფლდა, მაგრამ პროდუქციის ფასი დაეცა, ის კონკურენტუნარიანი გახდა, ხარისხენი პროდუქცია ჩაიყარა, შეფუთვას მიეცა იერსახე, რომელიც ერთ-ერთი იცით შეფუთვა მარკეტინგული ხერხია პროდუქციის გაყიდვის, ეს ყველას მოეხსენება და როდესაც ხსნი, ხო, კარტოფილს შეხედავ, იქ ერთი გაფუჭებული პროდუქტიც კი უკვე იერსახეს უცვლის და მოხმარებელს თავი რო დავანებოთ ახლა იქ რა ხარისხის პროდუქცია, მე ვამბობ შემადგენლობით უკვე პირველი ვიზუალური შეფასებით უკვე პროდუქტს აღარ ყიდულობს და ეს ზრდის მისი პროდუქტის რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანობას, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ. აი კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი საშუალებაა ზუსტად სერტიფიცირება, ანუ შესაბამისობის შეფასება, დადგენა მისი თვისებების სტანდარტთან. ამაზე გაიცემა სერტიფიკატი და თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა, როდესაც შენ სერტიფიკატით გადიხარ ბაზარზე და ეუბნები, რომ ჩემი პროდუქტი შემოწმებულია, ის არის უნებელი, ის არის ხარისხიანი, ის არის სტანდარტთან შესაბამისობაში. ამ შემთხვევაში ფასი კიდევ უფრო იზრდება, რა თქმა უნდა, მომხმარებელიც ედულობს. აი, ასეთი ტიპის შეფუთვის შემთხვევაში სერტიფიკატი გაიცემა? მოდით ასე ვთქვათ, სერტიფიკატის სახე რაზე უნდა გავცეთ? ჩვენ შეფუთვაზე არ გავცემთ სერტიფიკატს და საერთოდ სერტიფიცირების სისტემა ნიშნავს შესაბამისობის შეფასება სტანდარტში არსებულ მოთხოვნებთან. რა თქმა უნდა, შეფუთვაზეც და ეტიკეტირებაზეც არის თავისი მოთხოვნები. ну იქ ეტიკეტზე უნდა ეწეროს შემადგენლობა, თქვენ ყოველდღიურ პროდუქტზე ხედავთ ამას, შეფუთვაზეც არსებობს რა თქმა უნდა მოთხოვნები და სტანდარტები, რომ აი კარტოფილის შემთხვევაში, მაგალითად სათესლე კარტოფილის შემთხვევაში 25 კილოზე მეტი არ უნდა იყოს ასაწევი, უნდა იყოს, ხო? ეს თვითონ მეშვექს რო ეძახით, რაშიც კარტოფილია მოთავსებული და ასე შემდეგ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ შეფუთვის სახე და მისი ვიზუალური მხარე არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ პროდუქტი გავიდეს და უშუალოდ გლობალურ ბაზრებზე და სხვა ქვეყნის ბაზრებზე. იქ არის მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს, ისე ვამბობ, ეს არის უნებლობის მოთხოვნები ძირითადად, ეს არის ნარჩენი პესტიციდების მოთხოვნები, როგორ იქნა პროდუქტი მოყვანილი, იქ არის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი შემთხვევა, ეს არის თუ არა ორგანული სასუქებით და ორგანული საშუალებებით წარმოებული ეს პროდუქტი და ასე შემდეგ. ეს რამდენად მიღწევადია ამ ეტაპზე საქართველოში? მიღწევადია და სხვათა შორის ისე ვამბობ, არის ჩვენ წელს ორ მეწარმეზე გავეცით სათესლე კარტოფილზე სერტიფიკატები. ეს სერტიფიკატები გაიცა პროექტის დანერგვის ფარგლებში. ანუ ჩვენ უკეთებთ აპრობაციას სერტიფიცირების სისტემას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჯერჯერობით ეს სისტემა ნებაყოფლობითია, ანუ ფერმერებს ჩვენ შევთავაზეთ, რომ თუ აწარმოებენ ისინი სათესლე კარტოფილს, ჩვენ შეგვიძლია მივადევნოთ ყურადღება, ანუ მიკვლევად გავხადოთ ეს პროცედურა. ნახოთ, რომელი თესლიდან აწარმოებენ, იმ თესლზე არსებობს სერტიფიკატი, რომელიც შემოიტანეს, ეს იყო გარედან შემოტანილი ჯიშები.
შესაბამისი კლასის და შესაბამისი თაობის, მათ ყველა აგროტექნიკის დაცვით ეს კარტოფილი ასე ვთქვათ დათესეს, სათესლე კარტოფილის მისაღებად, ჩვენმა საველე ინსპექტორებმა გაუწიეს მათ დახმარება, ინსპექტირება ცუდი სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში დახმარებას ნიშნავს, იმიტომ რომ ჩავიდნენ, ნახეს შესაბამისი ვეგეტაციის პერიოდში, ყვავილობის პერიოდში ძირითადად ნახეს დაავადებები არის თუ არა, იქ შეიძლებოდა თუ არა გამორჩევა და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ ახლა გვარს დასახელებს, არ ვასახელებთ არც კომპანიებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია ექვემდებარება არ გავრცელებას, რა თქმა უნდა, არა თვითონ მეწარმის მიერ, არამედ ჩვენს მიერ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სამი ჯიშიდან ერთი ჯიში იქნა დაწუნებული, იმიტომ რომ ვირუსი აღმოჩნდა და სათესლე კარტოფილში ვირუსი დაუშვებელია, წინა სიუჟეტში ნახეთ, რატო არის დაბალმოსავლიანი, იმიტომ რომ დავირუსებულია, ის გადარჩეული მოსავალი დავირუსებულია, ტესტი არ მოდის. პლუს რა თქმა უნდა, ის რომ აი ეს გადარჩეული სათესლე მასალა ორჯიშზე გავეცით სერტიფიკატი, რომელშიც ვირუსი არ აღმოჩნდა და სტანდარტი სხვათა შორის აი შესაბამის შეფასების დროს თხოვლობს, რომ ყოველი 10 ტონა პარტიიდან 20 კილო კარტოფილი ისინჯება ლაბორატორიაში. ჩვენ მოვახერხეთ 100 ტონაზე იყო, 100 ტონა კარტოფილი იყო, წარმოიდგინეთ, აი ამდენი რაოდენობის კარტოფილის ლაბორატორიაში გატარება. რა თქმა უნდა, კლასი მივეცით შედარებით დაბალი, იმიტომ რომ იმის დამიხედვით თუ რომელი კლასის თესლია, დაბალი კლასის სათესლე მასალაში სტანდარტი უშვებს გარკვეული დაბალი პროცენტით ვირუსის არსებობას. და აი ეს ორჯიშზე გავეცით სერტიფიკატი, ისე რომ პირველი პრეცედენტი იყო ჩვენ მოვსინჯეთ თვითონ სისტემა, თვითონ მეწარმეთა მზაობა. ჩვენ ასევე სანამ ამ პროცედურებს დავიწყებდით, ვიყავით სხვათა შორის წალკა, ახალქალაქი, ახალციხე, აი ამ რეგიონებში მეწარმეებს გავაცანით ამ თვითონ ამ პროგრამის შინაარსი გავაცანით და ვაჩვენეთ უპირატესობების სერტიფიცირების. რა თქმა უნდა, უთხარით რომ ამ სერტიფიცირების სისტემის დანერგვა, რომელიც კეთილსინდისიერი მეწარმისთვის დიდი შვებაა, იმიტომ რომ თუ შენ კარგ პროდუქტს აწარმოებ, ხო, და გაქვს ამ პროდუქტზე სერტიფიკატი, ბაზარი დაცულია ფალსიფიცირებული პროდუქტიდან, შენ გაქვს უკვე გასაღების ფართო თუმცა ფასებზე აქ უკვე ფასებზე სერტიფიცირების სისტემა და სერტიფიკატები, სერტიფიცირება არ ახდენს ძალიან დიდ გავლენას. მე ასეთი ციფრი მინდა გითხრათ, დაახლოებით თვითღირებულებიდან შეიძლება დაიკავოს 0.5-1%. რომელიც პროდუქციის თვითღირებულებაში ფაქტიურად არაფერს წარმოადგენს. სამაგერო თქვენ იცით, რომ მეწარმეები რამდენს ხარჯავენ რეკლამირებაში, ხო? სერტიფიკატი ეს რეკლამირების ერთ-ერთი სახეა. თუნდაც ნებაყოფლობით სერტიფიცირება, ხო? მაგრამ ალბათ კანონი შემუშავებულია, მინდა გითხრათ, სერტიფიცირების შესახებ, სადაც ორგანიზაციული მეთოდოლოგიური სქემაა ჩამოყალიბებული, აი ჩვენი კვლევების საფუძველზე. ამ სისტემების დანერგვის მე ზოგადად ვსაუბრობ არა მარტო კარტოფილზე, კარტოფილი ერთ-ერთი პრიორიტეტული კულტურა და ალბათ მომავალ წელს პარლამენტის მიერ იქნება მიღებული ეს კანონი და ამის მერე მთავრობას ეძლევა საშუალება, რომ იმ პრიორიტეტულ პროდუქტებზე, რომლებსაც ის ჩათვლის საჯიროდ, დააწესოს სავალდებულო სერტიფიცირების ჩატარების კონტროლის მექანიზმები. ანუ თქვას, რომ დაუშვათ ამ და ამ კულტურებზე სერტიფიცირება სავალდებულო. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, გაიზრდება ხარისხი, გაიზრდება мотиваცია კეთილსინდისიერი ფერმერების, ბაზარი გასუფთავდება უხარისხო პროდუქტისგან და პლუს თუ ეს სისტემა თვითონ სერტიფიცირების შემდეგ გახდება აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, აი მხოლოდ მაშინ გვექნება საშუალება, რომ ჩვენს მიერ გაცემული აი ამ დოკუმენტით პროდუქტმა ნახოს ევროპული ბაზარი, რომელზეც ასე ვოცნებობთ. დღესდღეობით რა თქმა უნდა, გადის ევროპაში ისეთი არარისკიანი პროდუქტები ალბათ. მაგრამ ხდება მათ მიერ კონტროლის წარმოება, პლუს იქ შუამავლები ერთვებიან, რომლებმაც უნდა გასიჩვენონ ეს პროდუქტი, ეს ყველაფერი აძვირებს. და თუ ჩვენი სერტიფიცირების სისტემა იქნება აღიარებული საერთაშორისო სისტემის მიერ, მაშინ ჩვენგან გაცემული დოკუმენტით პროდუქტი უნდა თავისუფლად ნახოს უკვე ის ბაზარი და გახდეს კონკურენტუნარიანი.
დიახ, კარგი და იმპორტირებულ პროდუქტზე მინდა ჩაგეკითხოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ წინა სიუჟეტში ბატონი ბესიგის ესე ვთქვათ ცოტა გულდაწყვეტილი საუბრობდა იმაზე, რომ საკუთარი პროდუქტის რეალიზებას ვეღარ ვახერხებთ, იმიტომ რომ იმპორტირებული პროდუქტი საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის. აი ეს როგორ უნდა დაბალანსდეს, რომ ვთქვათ ადგილობრივი მეწარმე არ დაზარალდეს და მანაც მოახდინოს თავისი პროდუქტის რეალიზება დროულად, რაც მთავარია. ეცეთ რა სახელმწიფოები არსებობს ასეთი ფარული ბარიერები ხშირად მიმართავენ ხოლმე ამ ხერხებს, როცა საკუთარი პროდუქციის დაცვა უნდათ. მაგრამ ამას საკმაოდ ასე ვთქვათ, კაფეოდ აკონტროლებს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია, ჩვენ წევრები ვართ. ჩვენ ვართ ასე ვთქვათ, აი ამ განვითარებული ქვეყნების, რა თქმა უნდა, განვითარებადი ქვეყანა ქვია, მაგრამ ამ ქვეყნების რანგში ვართ WTO-ს წევრები და ჩვენ არ შეგვიძლია ერთჯერადად რამე ხელოვნური ბარიერი დაუწესოთ იმპორტირებულ პროდუქტს. დღეს გლობალიზაციის პირობებში ბაზრები ღიაა და ჩვენ ვერ ჩავიკეტერით მარტო ჩვენი ბაზარით. ჩვენ რო ჩავკეტოთ ბაზარი კარტოფილზე, სხვა ჩავიკეტოთ ბაზარს იმ პროდუქციაზე, რომელიც წარმატებით არის და ასე შემდეგ. ის ყველა სახელმწიფოს და არეგულირებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპები, რომელიც გძალავს ხელოვნური ბარიერების შექმნას. ამიტომ ჩვენი ერთადერთი საშუალება ეს არის აგროტექნიკური ფონის გაძლიერება. ეს არის ზუსტად ის სამუშაოები, რომლებიც მიმართული იქნება, რა თქმა უნდა, და როგორც ჩაწერილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითად სტრატეგიაში, ეს არის რა თქმა უნდა ექსტენსია პირველ რიგში, იმიტომ რომ ფერმერებს ჰქონდეთ ინფორმაცია, იყვნენ უკვე მოტივირებულები და იყვნენ შეიარაღებული იმ ცოდნით, რომელიც საჭირო პროდუქციის. ეს არის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და შემოტანა, ეს არის ახალი ჯიშების გამოყვანა, ეს არის კვლევები მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ეს არის და ბოლოს სერტიფიცირების სისტემა, რომელიც მიცემს საშუალებას, რომ შეფასდეს პროდუქციის ხარისხი. მხოლოდ და მხოლოდ მოსავლიანობის გაზრდა, მხოლოდ და მხოლოდ აი ამ მიმართულებით და მცირემიწიან ქვეყანაში ისეთ ორიენტაცია ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც შეიძლება ძვირად გაიყიდოს, მე აქცენტი მაქვს ორგანულ წარმოებაზე, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, საკმაოდ ძვირია და საკმაოდ მოთხოვნადია ორგანული წარმოების პროდუქტები. ჩვენ ბიოპროდუქტებს, რასაც ვეძახით, როგორც ჩვენთან, ისე საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად აქცენტი, იმიტომ რომ ბიოკუთხით წარმოება ეს არა მარტო პროდუქციის ღირებულების გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება, კლიმატის ფაქტორებზე, ნაკლებიზე გავლენა, ეკოსისტემის შენარჩუნება და ასე შემდეგ. ისე რომ აი ამ კომპლექსური ღონისძიებებით შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გავხადოთ ჩვენი პროდუქტი კონკურენტუნარიანი და არა საზღვრების ჩაკეტვით, არა პროდუქციების აკრძალით და ჩვენი პროდუქტის ბაზარზე გამოტანით. ამით ჩვენ მეწარმეს ჩაუკლავთ ინტერესს, რომ მისი პროდუქტი გახადოს კონკურენტუნარიანი. ანუ ეს გარედან შემოსული პროდუქტი თამაშობს იმ როლს, რომ ის ხედავს, რომ აი შეიძლება ამ პროდუქტის უფრო იაფად წარმოება და იაფი პროდუქტი ეს რა არის? მოსავლიანობის გაზრდა და ხარისხზე ფიქრი. გასაგებია, რა თქმა უნდა, აუცილებელია კონკურენტუნარიანი ბაზარი რომ არსებობდეს, მაგრამ რომ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულისკენ მიდის, როგორ უნდა მოახდინოს ფერმერმა იაფად მეტი პროდუქტის მიღება? აი, ვასწავლოთ ეს ასე ვთქვათ, მთელი თქვენი გადაცემა აქეთ იყო მიმართული. საბოლოოდ შევაჯამოთ. ფერმერს უნდა ქონდეს ცოდნა პირველ რიგში, ხო? როგორ მოიყვანოს ესა თუ ის პროდუქტი. ფერმერმა უნდა იცოდეს მიწას როგორ მოუღაროს. აი, ჩემს წინ თქვენი ინტერვიუერი, ჩემი კოლეგა საუბრობდა ზუსტად, როდესაც ერთი და იგივე მონოკულტურას ატრიალებს ერთი და იგივე მიწაზე, როგორ შეიძლება მიაღწიოს მან პროდუქციის ხარისხის ან შესაბამისად მისი პროდუქტიულობის ამაღლებას. როდესაც არ არის კულტურათა მონაცვლეობა, როდესაც ფერმერს ეუბნები, რომ არ შეიძლება იცით რა, ერთი წელი მარცვლეული კულტურა, მერე შეგიძლია კარტოფილი მოიყვანო და ასე შემდეგ. ეს ხელს უწყობს, რომ მიწამ შეინარჩუნოს თავისი ის ღირებულება, რომელსაც შეუძლია რო პროდუქტი მოხდეს. უნდა ვასწავლოთ ფერმერს დოზირება მინერალების, დოზირება რომ გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ მიწის ანალიზი. ანუ ეს უზარმაზარი კომპლექსური საკითხებია.
ფერმერს ვასწავლოთ შემდეგ მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება და თუნდაც ვიზუალურად თავიდან პირველად იმ დაავადებების ასე ვთქვათ გარჩევა თუ რა დაავადებებით არის მისი პროდუქტი ინფიცირებული. ანუ კომპლექსური პროგრამა იწყება, რა თქმა უნდა, სწავლებით, ექსტენსიით და ზუსტად აი თქვენ რომ ნახოთ სტრატეგია სოფლის მეურნეობის განვითარების ყველაზე ერთ-ერთი დიდი ადგილი აქვს ექსტენსიას, სადაც საკონსულტაციო ცენტრები, ჩვენი სამეცნიერო ცენტრია ჩართული, ჩვენ უზარმაზრად დაახლოებით 50-მდე სოფელში წელს ექსტენსიის პროგრამებით ჩატარდა, როგორც მემცენარეობის, ისე მეცხოველეობის მიმართულებით ღონისძიებები. უამრავი ბროშურა მე წამოღებული მქონდა, ეხლა არა ჩვენთან გამოსულია, როგორ მოვიყვანოთ კარტოფილი, როგორ მოვიყვანოთ კიიტრი, პომიდორი და ასე შემდეგ. ბროშურებია, სარეკომენდაციო ბროშურები, რომლებიც ასწავლის ფერმერს თუ როგორ იმუშაოს. და თვითონ ფერმერიც, რა თქმა უნდა, თუ მან ხელი მოკიდა ეს მისი ბიზნესია, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული. იცით რა, მიდის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სამინისტროს ვებგვერდზეც და იმაზეც აი ამ დაანონსება ექსტენსიის სემინარების, კონსულტაციების, უამრავი პროგრამების ფერმერმაც უნდა მიიღოს ცოტა გამოიჩინოს აქტივობა საკონსულტაციო ცენტრებში მივიდეს, იკითხოს, იქ გაუწევენ კონსულტაციებს თუ ვერა სამეცნიერო ცენტრს მიმართოს, როგორ დაამუშავოს მიწა, ახლა თუ მიწის ანალიზი არ გააკეთა, თუ არ იკითხა, თუ არ გაიგო, თუ ეს რეკომენდაციები არ წაიკითხა, რომელ დაავადებას, რომელი საშუალებით უნდა ებრძოლოს, თუ არ იცის დაუშვათ ამათმივ კულტურას რა დოზით ესაჭიროება ის სასუქები, მიკროელემენტები, რომელიც ჭირდება და ასე შემდეგ. თუ ეს ფერმერმა არ იცის, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოში 8-10 ტონა საშუალო მოსავლიანობა კარტოფილის, როდესაც სოფლიოში საშუალოდ არის 19 ტონა. თქვენ წარმოგიდგენთ სოფლიოში საშუალოდ კარტოფილის მოსავლიანობა ეს არის 19 ტონა ჰექტარზე, ჩვენ 8-10 ტონას ვიღებთ, ხო, საშუალოს. და მე გახდით აი ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში ჰოლანდიაში და მინდა გიხდით კარტოფილის ქვეყანაა, მაგრამ იგივე იტალიაც რო ავიღოთ 80 ტონამდე ადის მოსავლიანობა. ხა წარმოიდგინეთ ჰექტარზე 80 ტონა კარტოფილის მიღება. და ჩვენ და ამ დროს სათესი მასალა რაოდენობით იგივეა, ხო? 2-3 ტონა კარტოფილი დათესე ჰექტარზე და აქ იღებ ორჯერ მეტ მოსავალს, რა თქმა უნდა, ძვირი იქნება, იქ ფულია დახარჯული, იქ სასუქებზე ფული უნდა დახარჯო, იქ აგროტექნიკაზე და ასე შემდეგ და ახლა როცა 2-3 ტონით ჩვენ 80 ტონა კარტოფილს მოიყვან შესაბამის დოზირებით, აი იქ უკვე თვითღირებულება იმდენად დაბალია, რომ რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანია, ჩვენ ბაზარს ვერ ჩაუკეტავთ, თქვა ასეთ ღია პროდუქციას. მომხმარებელზეც ხომ უნდა ვიფიქროთ რა. სხვა მომხმარებელი რაც გეტყვის, ჩვენ ჩავკეტეთ ბაზარზე და ვყიდით ჩვენს ძვირიან პროდუქტს. ცოტათი შეუსაბამოა. ამიტომ ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ და ოქროს შუალედი ეს არის სწავლა პირველ რიგში მეცნიერული მხარდაჭერა ნებისმიერი საკითხის და მეცნიერული მხარდაჭერით განათლება, ახალი ინოვაციების შემოტანა, აგროტექნიკა და ასე შემდეგ. აგერ მაგალითი ვნახეთ, მხოლოდ დაფასოებით უკვე დაფასოებით, ხო? იქ ხო არაფერი არ ჩარეულო. დაფასოება ხარისხიანი კარტოფილის გამორჩევა, რომლის ფასიც მაღალია. იმ დაბალხარისხიანს თავის ფასი ექნება, რა თქმა უნდა, ისიც გასახდება. იმას თავის დანიშნულება შეიძლება წავიდეს ცხოველების საკვებად და ასე შემდეგ. პლუს უამრავი უნდა იცოდეს მეწარმე ჯიშის შერჩევა, საადრეო უნდა, შესაწვავი კარტოფილი უნდა, ბაზარი უნდა შეისწავლოს. ეს უზარმაზარი თემაა, იცით? ასწავლო ადამიანს, მე ვიმედოვნებ და აქედან პირობას ვიღებ, რომ აუცილებლად იქნებით ჩვენი შემდგომი გადაცემის სტუმარი, არაერთი თემაზე მოგვიწევთ ერთად საუბარი, ძალიან საინტერესო რესპონდენტი ბრძანდებით. დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში.